დღეს ჩვენ გვყავს Audi e-tron GT. და კი, მე Audi-ს ვიღებ. მაგრამ ეს ის შემთხვევა, როდესაც მე Audi მომწონს. ოღონდ ჯერ არ ვიცი, ანუ შორიდან მომწონს. ეხლა გავიგებთ ერთად გამართლ თუ არა ჩემი მოლოდინები. სანამ კონკრეტულად ამ მანქანის დეტალებზე ვისაუბრებთ, მანამდე ერთი სიტყვა მინდა გითხრათ Audi-ზე და მის e-tron მოდელზე. Audi ყოველთვის იყო ჩემთვის ისეთი მანქანა, რომელსაც ბოლომდე არაფერში არ ქონდა რაღაცა ისეთი მწვერვალები დაპროფილი, როგორიც მაგალითად BMW-ს, Mercedes-ს, Porsche-ს და Lambo-ს და Ferrari-ს, სუპერკარებში გადავედი, მაგრამ მაინც ამ ბრენდებს ქონდათ და თავი ქონდათ დამკვიდრებული, თუმცა ხელსამოსაკრავი ბრენდი არასდროს არ იყო. თავისი ეშხი ყოველთვის ქონდა და ამ მოდელის გამოშვებით მგონია, რომ რაღაცა ახალი სიტყვა უნდათ რომ ეთქვათ. ზუსტად მაგიტო, რომ გამართლებული ყოფილიყო თავიდანვე აიღეს Porsche Taycan-ი, ზარა აიღეს და ადგეს Audi-s ფარები და ვიზუალი, ეს 4 რგოლი გაუკეთეს და ძალიან მაგარი სახელი დაარქვეს. აი e-tron-ი არის უმაგრესი სახელი. ესეთი მაგარი სახელი, აი ძალიან ცოტა შემხედრია ალბათ, მხოლოდ მომწონს Pagani Utopias სახელი მომწონდა ეს. აი უტოპია რაღაც ისე ჭღერს. არა მანქანურად, ზაღზე აღმატებულად. და e-tron-ი არის ზუსტად ეგეთი. მგონია რომ Marvel-ის სამყაროს ნაწილი არის ეს მანქანა, ეგრევე Tony Stark-ი მახსენდება და Audi e-tron-ი ჩემთვის ასოცირდება ფილმებში და მულტფილმებში რო არის დახატული რობოტი, შარვალ კოსტუმი რობოტი. ანუ აი ვიზუალ ადრე იყო ძველი მულტფილმი გადიოდა, ეგრე აი ხალსტუხი და ის ქონდა და რობოტი იყო, რომელსაც ეს შარვალ კოსტუმი ეცვა, მაგრამ მთლიანად რკინის იყო. აი ეგ არის e-tron-ი ჩემთვის. კონკრეტულად ეს ავტომობილი არის e-tron GT. ამ ვერსიას აქვს 500 ცხენის ძალა. დაახლოებით 10-დან 80%-მდე იტანება 18 წუთში და როგორც მე პატრონამ გითხრა, მთლიანად დატენილი ბათუმში ჩადის თავისუფლად თავისი კონდიციონერი. გზაზე ჩქარსიარულსაც უძლებს და რეალურად შეუძლია 450 კილომეტრის გავლა სწორი სიარული. სწორ სიარულში მას გულისხმობ, რომ ელექტროავტომობილების მართვას სჭირდება ცოდნა. ვიზუალურად რომ ავიღოთ, ძალიან კარგად გამოიყურება. დაჟე ყურადღებას იქცევს რა, რომ მოძრაობდი ქალაქში, სანამ აქამდე მოვიდოდი, ძალიან ბევრი ადამიანი უყურებდა, იმიტომ რომ რაღაცნაირი განსხვავებული ტიპი არის. იშვიათად მომწონს ხოლმე Audi. რაღაცნაირი სპორტკარის ვიზუალია. ამის მთავარი კონკურენტი არის Porsche Taycan-ი. კონკურენტი რა, ხო, ერთ ბაზაზე არიან აწყობილები და კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ყველას თავისი მომხმარებელი ყავს, მე თუ მკითხავთ. როდესაც ეს ავტომობილი გამოვიდა, მის ღირებულება 100,000 ევროზე მეტი იყო. ძალიან ძვირი იყო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბაზარზე Porsche Taycan-ი იყო და Porsche-ს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ თავი ძალიან მაგრად აქვს დამკვიდრებული. ხოლო ყველაზე დიდი მინუსი, რაც შეიძლება რომ ამ ავტომობილში ჩაითვალოს, არის ის, რომ მას ძალიან მალე დაუვარდა ფასი. ახლა საქართველოში ამის ჩამოყვანა დაახლოებით 30-40,000 დოლარად შეგიძლიათ. ამ თანხად ძალიან კარგი არის და თან თუ არ გინდათ რომ ისეთი მანქანა გყავდეთ, აი ქვას რო ააგდებ და მაგას რო დაეცემა, როგორც Porsche Taycan-ია საქართველოში, მაგ შემთხვევაში ეს ძალიან კარგი ვარიანტია. იმიტომ რომ განსხვავებული ავტომობილით ივვლით და ჩათვალეთ რომ იგივე Porsche Taycan-ი გყავთ. უგნედანაც ეს ავტომობილი ძალიან კარგად გამოიყურება, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს განიერი თეძოები, გადაბმული ფარი, რაც უკვე ძალიან გამოცდილი და დამკვიდრებული პრაქტიკა არის, რომ ასეთი ვიზუალის ავტომობილები ყოველთვის ძალიან ლამაზი გამოდის. აქ ჩვენ გვაქვს სპოილერი, რომელიც ელექტრულად იმართება და ამოდის, კომპიუტერიდან უნდა ჩავრთოთ, გვაქვს RS-ის დისკები, ანუ ამ ავტომობილს ქართულად სხვა დისკები მოყვება და რა თქმა უნდა დაცერავებული სახურავი, რომელიც ზემოდან არის მთლიანად პანორამა, ანუ შუშა და რა მინუსი აქვს მაგას რო ჩავჯდებით მე რეკეტყვით. გადმოვინაცვლოთ უკვე სალონზე, იმიტომ რომ თქვენ როგორც ის ძალიან არ მიყვარს ავტომობილის ვიზუალზე საუბარი. ან მომწონს, ან არ მომწონს. ეს ავტომობილი ვიზუალურად მომწონს. ამიტომ თავარი მაინც ავტომობილის შიგნით არის. აქ სალონი ჩემთვის პირადად ლამაზია, თუმცა დათორო ჩაჭდა თავიდან რაღაცა შენიშვნები ქონდა. მაგრამ ეგ ყველაფერი მგონია, რომ მიჩვევის ამბავია, იმიტომ რომ ეს ავტომობილი თავიდან ბოლომდე სიახლეა, თუნდაც მისი ვიზუალიდან გამომდინარე. აქ ჩვენ გვაქვს ესეთი ბარი, სადაც ორი ჭიქის საჭიქი არის განთავსებული, სიჩქარეების გადამმართველი არის, აი ესეთი ბერკეტის სახით, რომელიც შეგიძლია რომ წინ და უკან გაწიო და ამით აკონტროლო რევერსი გინდა თუ დრაივი. აქ გვაქვს პატარა სათავსო, აქ არის LED მონიტორი გამოტანილი, საიდანაც ვმართავთ რაღაცებს, აქ არის დეშბორდი გამოტანილი, აქ გვაქვს ეს კარბონი და აი ეს ესეთ დაცერავებულად მოდის და შემოტრიალებულია მძღოლისკენ. რაც ცოტა აქედან რო უყურებ უცნაურია, იმიტომ რომ გონია რომ ფეხი აქ იქ მოკლე რა, ქაღალდი გინდა რომ შეუყუდო, რომ აიწიოს. აი ნახეთ როგორი არის. უნდა შეუყუდო რაღაც, რომ აი ცოტა აიწიოს ეს მხარე რა, რაღაცა ეგეთ განცდას გაძლევს. ეხლა უკვე დავიწყოთ მინუსებზე საუბარი. აი ეს რა არის? მანქანაზე, რომელსაც 50,000 აქვს გარბანი. აი ეს რა არის? აი ეს რა არის? და კიდე აი ეს რა არის? ნახეთ, ღილაკის ხმა.
რამხელა ხმა აქვს ღილაკს. მოკლედ, ამ მანქანაში რაღაცეებზე თანხა არის დაზოგილი. ხოლო რაც შეეხება საჭას, ცუდად არ გამოიყურება, იცით? გავგიჟდი გადავირია და არც ცუდად არ გამოიყურება. რა ვიცი, ჩემს არაფერს არ წარმოადგენს, მით უმეტეს Mercedes-ის იმ საჭის მერე, რაც წინა ვიდეოში გადავიღე, ის საერთოდ სხვა განზომილება იყო. სავარძლები ძალიან კარგი არის, მატერიაც თვითონ საკმაოდ კარგია და ფორმა აქვს ძალიან კარგი, სპორტული სავარძლის ფორმა აქვს და ძალიან მომწონს, კარგად ვარ. ასევე აი მომწონს ეს ადგილი, აი ამოწეულია, აქ არის ეს გამოწეული და თითქოს ხომალდში ვზივარ, აი ძალიან კარგ განცდასტოვებს რა, მე მომწონს, კაი. პირადი სივრცე გაქვს. მანქანაში რო სიხარ, აი მაგალითად კუპეში რო ზიხარ ხო ეს მთლიანად შუშა არის და ყველა გიყურებს და ყველა გხედავს მანქანაში, ანუ პირდაპირ მანქანაში ზიან გვერდიდან მომავალი მანქანები და აქ პირადი სივრცე გაქვს ძალიან, ეგ მომწონს. მინუსი ჩემთვის ის არის, რომ როდესაც გამოვიდა და ამხელა თანხა ღირდა, აი ისეთი დეტალები არ უნდა იყოს გამოზული, როგორც წეღან გაჩვენეთ. რაღაცეებში აქვს თანხა დაზოგილი, რაც არ უნდა დაზოგო, როდესაც ამხელა ფასადებ მანქანას და ძალიან ცუდია ეგ რა, ანუ მე სახელს უფუჭებ მანქანას მაგ ყველაფრის გამო. და კიდევ ერთი დიდი მინუსი ამ მანქანის არის ის, რომ აი ეს პანორამა ჭერი არის ანუ გარედან არ ეტყობა, გარედან გადაკრულია ისე, რომ მუქი ჩანს, შავი ჩანს, მაგრამ შიგნიდან ანუ მზე მუდმივად ჩვენთანაა რა. აი გაწუხებს, ძალიან იჭყიტება შიგნით და დაემატებინათ რაღაცა ისეთი, აი რა ვიცი, ან უფრო მუქი გაეკეთებინათ შიგნიდან, ან რამენერად ფარდა დაემატებინათ, რომელიც გამოდის. აი რაღაცა უნდა გაეკეთებინათ, იმიტომ რომ ესე ძალიან შემაწუხებელი არის და არ მომწონს საერთოდ. ანუ მზე მაწუხებს მთელი გზა. ეგ ცუდი არის. დანარჩენ შემთხვევაში ამ ავტომობილთან ისეთი არანაირი პრობლემა არ მაქვს. ახლა კი რო შევიჭყიდოთ ინტერფეისში. მინდა გითხრათ, რომ ამ ავტომობილს აქვს Bang & Olufsen-ის აუდიო სისტემა, რომელზეც მე ვგიჟდები მაგ ბრენდზე. ძალიან მიყვარს და ძალიან დახვეწილი აუდიო სისტემები აქვს. ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი პლუსი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ მანქანის ყიდვის დროს ძალიან დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტმა, რომ ეს აუდიო სისტემა არის ავტომობილში. ასევე გვაქვს რა თქმა უნდა ნავიგაცია, ტელეფონის დაკავშირება და ასე შემდეგ. აქ ჩვენ გვაქვს რამდენიმე მართვის რეჟიმი. არის ეკონომია, კომფორტი, დაინამიკი, ანუ უკვე სპორტში რო გადადის, სპორტულ მართვაში და აგრუპებს გაზის პედალს და საჭეს და დაკიდებაც იცვლება და ინდივიდუალი, რომელიც შეგიძლია, რომ შენს თავზე მოარგო და ისე ასე ვთქვათ, დაარეგულირო. მასაჟები აქვს და ძალიან მომწონს ეგ ფაქტი, რომ მასაჟები აქვს, იმიტომ რომ კომფორტია, რა თქმა უნდა. ასევე გვაქვს სავარძლების გაგრილება, რაც ძალიან დიდი კომფორტია, გათბობა თავისთავად, გვაქვს საჭის გათბობა და მინდა გითხრათ, რომ უკანაც საკმაოდ კარგი ადგილია. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ადგილია, მაგრამ ასეთი მანქანისთვის საკმაოდ კარგი ადგილია უკანაც, ანუ მგზავრები თავისუფლად ივლიან. ეხლა შეგვიძლია რომ გავიაროთ, იმიტომ რომ თავარი მუღამი მაინც ამ ავტომობილის სიარული არის, რომ გავარკვიოთ თუ როგორ დადის. იმიტომ რომ მონაცემები ხო ერთი შეხედვით კარგი აქვს, რა ვიცი 500-ის ხენის ძალა ძალიან კარგი არის რა, საკმაოდ ჩქარი უნდა იყოს. ისიც კარგი ფაქტი არის, რომ Porsche-ს ბაზაზე არის აწყობილი Taycan-ის და ეგეც ძალიან დამაიმედებლად ჟღერს. იმიტომ რომ Porsche და იმიტომ რომ გამოცდილია უკვე, რომ კარგია და დანარჩენი უკვე სიარულში უნდა ვნახოთ. ვიზუალურად ძალიან მომწონს და ძალიან განსხვავებული ტიპია. და აუდის შემთხვევით ყოველთვის ქონდა რაღაცა იშხი რა. არ ვიცი, ვერ ვუმღამებ მაგ ეშხს, მაგრამ ყოველთვის ქონდა. ნახე რა კარგად დგას. კარგია. მერტ რა დღე დადგა აუდიზე ვამბობ რომ მომწონს. წარმოიდგინე. მეგობრებო, ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური რაღაცები ხდება ჩემს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ ახლა აუდიზე ვთქვი რომ მომწონს, ასევე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი მომენტია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი ოცნება ავიხდინე და შეიძლება ითქვას, რომ გამდულ სარბოლ გამოცდილებას შევდგი ფეხი და მონაწილეობას მივიღებ წრიულ ბოლაში, რაც ძალიან მაგარია, ანუ ნებისმიერი ავტომოყვარულის, ოღონდ ნამდვილი ავტომოყვარულის ოცნება, ალბათ ეგ მართლა ვისაც უყვარს მანქანები, ტრეკი და ასე შემდეგ, ალბათ ყველას ოცნება არის ეგ და აი ძალიან გახარებული ვარ და ძალიან მიხარია და რისთვისაც პირველ რიგში უდიდესი მადლობა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას და მე სანდრო ლომაძეს. ეგ არის ჩვენი პრეზიდენტი რა, მოკლედ რა ხალხო რა. სანდრო ლომაძე არის ჩვენი პრეზიდენტი. ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის, იმიტომ რომ ქალების ავტოსპორტში გააქტიურებას უწყობენ ხელს მაქსიმალურად. თავარი ირონია ამ ყველაფერში ის არის, რომ წრიულ ბოლოზე, სადაც აქამდე იყვნენ მხოლოდ BMW 90-ები, ახლა ამატებენ Mercedes C-კლასებს და მე დავჯდები Mercedes-ზე. მე BMW-შნიკი დავჯდები Mercedes-ს და ცოტა ხნის წინ თქვი რომ Audi მომწონს თქო. არა, ჩვენს ურთიერთობას ვერ გადავხედავთ. და თუ ნუ დამცინი გცემ. ეხლა მე შევალ, ვიყიდი იოგურტს და თავს ავიშვიდებ. მოკლედ ძალიან კაი მანქანაა რა.
მართლა მომწონს რა გავაკ თავიდან იმ განწყობით ვიყავი რომ არ უნდა მომწონებოდა იმიტომ რომ რაღაცა ისინი ექნებოდა მაგრამ ეხლა იმდენად კარგი სამართავია და თქვენ იცით რომ იმდენად დიდ ყურადღებას ვაქცევ რომ მანქანის დაკიდების სისტემა როგორია ის რაღაც პატარ-პატარა დეტალები თითქოს არ მაინტერესებს ანუ აი მივხედავ რა ამ პლასმასებსაც მივხედავ გავამყარებ ამასაც შიგნიდანაც გადავაკრავ რაღაცას და არ იქნება შემაწუხებელი ანუ ესე დეტალებს მივხედავ თავარი არის ის, რომ ინჟინრულად კარგი ავტომობილია და ეგ მომწონს. სალონშიც დიდი ადგილია ძალიან სხვადასხვა მასიური ავტომობილი. ხა მე და თუ რომ ხელათი დაშორებული ვზივართ ერთმანეთთან, ხო? და გარედანაც ანუ მასიურია, პატარა მანქანის შეგრძნებას არ გიტოვებს. ანუ მასიური ავტომობილია და ხო, ეგ უკვე ადამიანზეა დამოკიდებული, ვის მოწონს პატარა მანქანები, ვის დიდი, მაგრამ ნუ ჩემთვის ძალიან ნორმალურია ეს ყველაფერი. ჩემი აზრით ეს მანქანა ახლა არ ვიცი ზუსტად ვნახოთ როგორ იმართება სპორტულ რეჟიმში, მაგრამ არ იქნება არც ტრეკზე ცუდი. ანუ მე რომ ამბობ სამოყვარულო დონეზე ვამბობ, ხო, ახლა მე რომ პროფესიონალი ავტომობილისტვის და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელსაც ხან-ახან უყვარს ტრეკზე შესვლა, მაგისთვის საერთოდ არ იქნება ცუდი. მე ვაშლიჯვრით წავიდე, ხო, ელიავაზე? თუ როგორ წავიდე? ხო, მაგაზე ჩავიდეთ, იმით მე რო დრიფტით ამოვიარე მაგაზე. აუ, გავიგეთ, რომ შენ დრიფტით ამოიარე ვაშლიჯვრის აღალი გზა. ვარ, შეგვჭავ მაგაცო. ამას რო ტრასფაგარასანი ამოევლო დრიფტით აზე ხარ? ეგეც ამოიარე, კაი. გავიყავი. ამას რო ნურბურგინგზე. ამას რო ნურბურგინგზე ვლო. ამას რო ნურბურგინგზე დრიფტავ, ხა? ჩემ, მაგრამ ვერაფერს ვერ იტყვით, ხო, ყველგან აქვს თავის ხელაღებულად, ეს იარულები. შვეიცარიის ალპებშიც გვაქვს დასრიალები, უბრალოდ ეგ ვიდეო დავკარგეთ. ხო. დავკარგეთ? არა. მე არაფერს შუაში ვარ, ჩიპი დაიწვა. ანუ მე არაფერს შუაში ვარ, ჩიპი დაიწვა. მაგარი იყო ფურკაპასი ის ცნობილი სასტუმრო რომ მოსახლეში მაგის რაღაცა ის იყო და მის მე პატრონი გამოგვივარ და ეხა პოლიციას ურეკავ და დაგიჭერენო და წამოვედით იქიდან, მაგრამ ხო მაგარი იყო. ხო და წელსაც ვაპირებთ წასვლას, ვინმეს თუ გინდათ ეგეთ გიჟურ რაღაცებში შემოგვერთდეთ და დაგვიჭირონ, იმიტომ რომ პოლონეთშიც გვიჭერდნენ. ეგ ვიდეო დაგვიბლოკა YouTube-მა ისეთი რაღაცეები ხდებოდა და Facebook-ზე გვიდევს, ვინმეს თუ გინდათ ქარდრაგის Facebook-ზე შედით ნახეთ და იგითოს მთლიანი ვიდეო. ვინმეს თუ გინდათ რომ ასეთი კარგი თავგადასავალი გქონდეთ და თქვენ შულებს მოუყვეთ, რომ იცი შვილო შვეიცარიაში რო ვიყავი იქ მიჭერდნენ ამის გამო. შეგიძლიათ წამოხვიდეთ სექტემბერში, მე ვდივართ მანქანით. ვინც წამოვა, თუ არ წამოხვალთ, ჩვენ წავალთ მანქანით. ჩვენ მივდივართ მოკლედ და ვინმეს თუ გინდათ წამოსვლა, შეგიძლიათ მოგწეროთ და ერთად დავიგეგმოთ და ერთად წავიდეთ. ყველაფერზე დაგაკვალიანებთ, თანხებზე ყველაფერზე წინასწარ გეტყვით დაახლოებით რა დაგჭირდებათ. დანარჩენი უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ ხო, ქარდრაგის არხსაც დევს, მაგრამ დანარჩენი თქვენზე იქნება დამოკიდებული, ძვირად წახვალთ თუ იაფთ. Audi e-tron-ზე განსაკუთრებული ფაქტები არ არსებობს, იმიტომ რომ რეალურად ამ ავტომობილის გამოსვლა საერთოდ არ იყო მომგებიანი როგორც ასეთი ბრენდისთვის. იმიტომ რომ თავიდან გაიყიდა 2021 წელს გაყიდვები ქონდა დაახლოებით 20,000 და შემდეგ წლებში მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა დაახლოებით 2,000 მეტი არის. ხო, ანუ ძალიან ცოტა გაიყიდა, აი ძალიან ცოტა. ჩავარდა, ძალიან ჩავარდა როგორც მოდელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფასი ედო ახლა 100,000 რო იხდი მანქანაში და უფრო მეტს. ხო, ისეთ რაღაც ტაიკანამდე გამოვიდა e-tron-ი თუ ტაიკანის ტაიკანთან ერთად წესით, იმიტომ რომ 21-ში დაიწყო ამის წარმოება, ტაიკანიც დაახლოებით ეგრე დაიწყო რა. ხო და ელექტრომანქანებისთვის მაინც ასეთი ბრენდებისგან არის მზად. ჩემი აზრით არცად და შესაბამისად ვერც გაკეთდეს. მით უმეტეს უაზროდ დიდი ფასი ქონდა რა. ანუ ამ ხელაფასი ელექტრომანქანისთვის სისულელია, იმიტომ რომ არა ელექტრომანქანებში ფერად ტექნოლოგიები რომ ამდენი დაждდეს აწყობა რა. შესაბამისად იაფშიზდება გაცილებით ელექტრომანქანის აწყობა, ვიდრე შვიდ წლის რავიანი მანქანის აწყობა და მით უმეტეს ამას რო ითვალისწინებდა ხალხი, აი უბრალოდ უნდა გადაიხადა ესე ვთქვათ ბრენდში თანხა და არ ვიცი. Audi ყოველთვის ეგეთ მანქანებს აკეთებდა. რაღაცა ეკლდა ყოველთვის რა. აი რაღაცა თუ გინდა მაშინ BMW. რა ხო, აი მაგას ვამბობ, რატო? ასოცირდება იმასთან რა რაღაცა. ანუ აი რა, Audi-s მანქანებს შემთხვევით რაღაცა აკლია, აი მარილი აკლია რაღაცის. როგორ თემა, იცი, მარკეტინგია ყოველთვის ძალიან კარგი Audi-s და Audi-s commercial რეკლამები და ყველაფერი ძალიან მაგარია. თუნდაც იმითი აქვს მარკეტინგი მაგარი, რომ Marvel-ის სამყაროში შევიდნენ და ტონი სტარკი დადიოდა რამდენი ეს რა ქვია, ფილმის მანძილზე Audi R8. ანუ ეგ ძალიან მაგარი რაღაც არის, რაც ანუ მომხმარებელს მისი ქონის სურვილს უჩენს. თვითონ მანქანაში
ყოველთვის რაღაც აკლია. აი ხა ამ მანქანას დაკიდება კარგია, ხა ინჟინერია კარგია, კარგად დადის, არ ირწევი. საერთოდ ჯამში ძალიან კარგი მანქანაა. კარგი მანქანა, მაგრამ რაღაც აკლია. შენც ხო იცი რომ რაღაც აკლია? რავი. არა. თუნდაც იყოს ელექტრო, რავი, აი Porsche Taycan-ში რო ჩაჯდები, მაგას არ იტყვი რომ რაღაც აკლიაო. არ ვიცი, არ მზარმალო ეგეთქვი. ნებისმიერ აიღე, რავი. შეწვის რავიანი აუდია, შეწევენ Porsche შედა. არის შენ რო გადავიღოთ. იქ რა გაკალდა? BYD-ში? ო, ელექტრო, 1000-იანი. მე რა გაკალდა იქ? იქ მხოლოდ სტატუსი მაგლდა. თორე ის მანქანა ყველაფერს მაძლევდა. ხარისხიანი მატერიალებით იყო ნაწარმოები. კარგი მანქანა იყო, კარგი დაკიდება ქონდა, სწრაფი იყო, ყველანაირი თანამედროვე ტექნოლოგიები ქონდა, даже ამაზე მეტად ბევრი თანამედროვე ტექნოლოგიები ქონდა, რავი, მანქანა ცეკვდა. ანუ აბსოლუტურად ყველაფერი ქონდა, მაგრამ იმ მანქანას რაც აკლია, არის სტატუსი, რაც აქვს Audi-s, რაც აქვს BMW-s, მიხვდი? დამკვიდრებული თავი. იმ მანქანას ერთადერთი ეგაკლია, როგორც მანქანა იმ საფასო კატეგორიაში 45000 იღებს ის მანქანა. 45000 ცენტრიდან მანქანა რო გამოყავს, აი უამრავ რაღაცას მაძლევდა. ძალიან მაგარ რაღაცებს მაძლევდა. აი მიხვდი განსხვავებას? თავარი მინუსი იყო ალბათ ფასი, ხო? ეს მანქანა რო გამოსულიყო და ამის ფასი ყოფილიყო დაუშვათ 50000, ძალიან მაგარი იქნებოდა. და ეხა რო ამის ფასი იყოს დაახლოებით აი 20-ში უკვე რო შეგეძლოს ყიდვა, ალბათ მგონია რომ ძალიან მაგარი იქნება. 50 არ არის, სადღაც 60-70, აჰა, კაი. და მეორადის ფასი დასტაბილურდებოდა მერე ნელ-ნელა რა. მაგრამ მაგაშია საქმე რომ აი რამდენად, როდესაც კარგია მანქანა, მეორადის ფასი არ უფასურდება ძალიან. ფასი არ ვარდება ძალიან მანქანას, საწყისი. ერვას ფასი ირდა, ერვაც რა არის ეგრე არ ირდა. ხო, აი ეხა წარმოვიდი, როცა შეგიძლია ერვა იყიდო, რატო უნდა იყიდო e-tron-ი. ნებისმიერ ელექტრომანქანა არ მაინტერესებს, როცა მაქვს შემიძლია რომ ერვულვა ვიღებ. ამ ფასის კატეგორიაში ადამიანმა უნდა აირჩიოს Taycan იყიდოს თუ ეს. ვიზუალით სხვათა შორის ეს უფრო მომწონს მეც. ეს უფრო მამაკაცური ტიპია. Taycan ისე ჩამოყალიბდა, ჩვეულებრივ ვერსიაზე ვამბობ და რაღაც იმაზე, ისე ჩამოყალიბდა, რომ მაინც ქალბატონებს ყავთ. ხო. ნაზია რაღაცნაირი. და ეს უფრო მამაკაცურია და მეც ეს უფრო მომწონს ვიზუალურად. მაგითო ვერ გაგიდეს მანქანები, რომ მამაკაცი ელექტრომანქანას ახიდა. მაგაშიც არის თემა. აი ხო გეუბნები, ზუსტად შენც მაგას რამდენ მიხვედი, რაღაც მარილი აკლია, აი ვერ ხსნი რა პრობლემაშია პრობლემა. შეძვის რა ვიცი, ყოფილიყო ბევრად იქნება. კი. ერთი რაღაცა ფაქტი მინდა რომ აღვნიშნო და ამაში დათვცდამეთახო, იმიტომ რომ წეგო მისაუბრეთ ამაზე უკვე. ეს მანქანა კომფორტში ცოტა ზანტია. თითქოს იგრძნობა ყველა მისი გაბარიტი, სიმძიმე, აი ეს ყველაფერი რაც აქვს და ანუ აი ელექტრომანქანის სიხარტე რაც არის, ეგ ბოლომდე გამოყენებადი არ არის. თუმცა მოდი ეხლა ვნახოთ ჩვენ დავერთეთ აი. საჭი გამიმაგრა, პედალიც ცოტა გამაგრდა. მაგრამ ვერ ვტესტავ, იმიტომ რომ ძალიან დიდი საცობია. კაი, მანამდე სანამ საცობი გადაივლის, რა მინდა რომ აღვნიშნო. ძალიან მაგარი ხმის იზოლაცია აქვს. ეს ამ მანქანის უდიდესი პლუსი, აი ძალიან მაგარი ხმის იზოლაცია აქვს. ორმაგი შუშები აქვს, აი ეს რომ ჩამოწევ აქ, აი ესე ორმაგი შუშები აქვს. ნახე რა ხმაური არის. ამოწევ შუშა. სრული სიჩუმე. ანუ ძალიან ჩუმი არის და იქიდან გამომდინარე რომ ელექტრო არის, წინიდან ძრავის ხმა არ შემოგვდის და სხვათა შორის არც სავალი ნაწილების ხმა არ შემოგვდის. ეგ იმას ნიშნავს, რომ მარტო ელექტროს ხარჯზე არ არის ჩუმი, ანუ იქაც გამოკრული აქვს რაღაცეები, რაც ხმას ახშობს და სალონში არის სრული სიმშვიდე და სიწყნარე. ეს არის ამ მანქანის უდიდესი პლუსი. გონი გამოვედით საცობს იქით, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს საცობი თუ არ არის ჩვენთან დაღოღავენ არ დადიან. ხوار ხედავ რა გაიაჩქარება აქ დინამიკში. აი გაკრობს რა სავარძელს სიმძლავრე ისე აქვს რომ სავარძელს გაკრობს და ძალიან კაიო. რამდენი პლუსი აქვს ამ მანქანას, მაგრამ მაინც რაღაც აკლია რა. ამის ყველაზე მძლავრი ვერსია რო ავიღოთ, მაგის კონკურენტი არის Play-D. და მე მაშინ Play-ს არ ვიღებდი. თუნდაც იმიტომ რომ ის უფრო ჩქარია Play-D. ამის ყველაზე ჩქარ ვერსიას 900 რაღაცა ცხენი აქვს, იმას აქ 1000 რაღაცა. 1060 თუ რაღაცა. მარტო ის ხო არ ვიცი ჩქარა. ხო და მაგას ვამბობ. მანქანა ბევრად კარგი. კი, Play-D არ არის მანქანა, არაფერი არ აქვს, ერთი მონიტორი გაქვს და რაღაცა იმაში ზიხარ ბუტაფორიაში. პროსტო ჩქარია და ეს მაგარი მანქანა. და კიდე მინდა აღვნიშნო ერთი რაღაც, რომ კარგი რაზვაროტი აქვს. არის ვერსიები, რომლებზეც უკანასაბრობები უხობს.
ის вообще მაგარი იქნება. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ Audi e-tron მე ძალიან მომწონს, სერვული ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი დაკიდება აქვს. სპორტულად იმართება ნამდვილად, ანუ ამ მანქანაში რო ზიხარ სპორტული მანქანის მართვის გამოცდილება გაქვს, ვიზუალურად ძალიან ლამაზია, ინტერიერიც საკმაოდ ლამაზია, მატერიალები კარგია, რაღაცა დეტალები არის, რაც ჩემი აზრით, როცა 100.000-ს ადებ ცენტრის მანქანას უკეთესი უნდა გააკეთო, მაგრამ მაგაზე თანხა დაზოგეს და მაგიტომაც რეალურად ძალიან დაუვარდათ ამ მანქანებს ფასი და ძალიან კარგი ვარიანტია, როცა გინდა რომ ელექტრომობილი ყავდეს, თან სპორტული, მაგრამ არ გინდა რომ ეს Porsche იყოს, იმიტომ რომ ყველას ყავს და გინდა რომ რაღაც განსხვავებული ყავდეს, რომ ჩამოხვალ რაღაცა განსხვავებული ავტომობილი დაინახო, მაგისთვის ძალიან მაგარია. ალბათ მეც რომ სპორტულ ელექტრომობილებზე მივდიოდე, Porsche-სა და ამას შორის ალბათ მაინც ამას ავიღებდი. იმიტომ რომ ვიზუალურად მომწონს ძალიან, Porsche ნაზია რა, ძალიან ნაზია და ეს ძალიან სიმპათიურია. აი ძალიან მომწონს. იმენა e-tron-ია, თავის სახელს ამართებს. მოკლედ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიწერეთ დებილობა კომენტარები Audi-ზე და გახსოვდეთ, რომ 50 ლიტრის საწვავის ფლობელი შეიძლება რომ გახდეთ თუ დაწერთ მეგა დებილობა კომენტარს. არა, მარტო დებილობა კომენტარს არა, ნებისმიერ კომენტარს რენდომაიზერით ავარჩევ და ისე გამოვავდეთ, მაგრამ დებილობა კომენტარებით დავწეროთ, არ არის პრობლემა. რაღაც ძალიან შევიცვალე ამ ბოლო დროს. წრიულზე გამოვდივარ Mercedes-ით, Audi მომწონს. კაი, წავედით.